სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა. ჩვენთან არს ღმერთს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს ზანო და ზმანო დიდმარხვის მეორე კვირას ტრადიციულად ყოველთვის აღინიშნება გრიგოლ პალამასის ენება. ვინც წლებია დადიხართ ეკლესიაში, ესო ალბათ უკვე ზეპირადაც იცით, რომ ასეა პირველი კვირა მართლმადიდებლობის ზეიმია, მეორე კვირა გრიგოლ პალამასის ენება, მესამე კვირა ჯვრის თაყვანისცემის ხსენება, მეოთხე კვირა იოანე კიბის აღწერილის, მეხუთე კვირა მარიამ ეგვიპტელის, მეექვსე კვირა უკვე ზობა არის, ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში. და შემდგომ უკვე ველოდებით წყინვალე აღდგომა. ეს რა თქმა უნდა შემთხვევით არ შეიძლება იყოს. როგორ შეიძლება რაღაცა შემთხვევითი ამბავი იყოს ეკლესიაში. მიუხედავად იმისა, რომ დიდმარხვის შენახვის აუცილებლობას მოციქულთა კანონები წერენ, პირდაპირ ამბობენ, რომ წმინდა 40 მარხვა, დიდმარხვას რასაც უწოდებ ჩვენ და ოთხშაბათი და პარასკევი ყველა ქრისტიანმა უნდა შეინახოს და ეს მოცემული კანონი არის მოციქულთა კანონში, ანუ ეს პირველივე კანონები რაც გამოიცა ამ აუცილებლობას მოიცავს, იქ არ ყოფილა მაშინ ასეთი დაყოფა. სანამ გრიგოლ პალამამდე მივიდოდა ეკლესია მოციქულებამდე, იქამდე 14 საუკუნე გავიდა. როგორ ფიქრობთ თქვენ, რომ ამ 14 საუკუნის განმავლობაში სანამ გრიგოლ პალამას ხსენებას დააწესებდნენ, რას აკეთებდა ეკლესია? ეკლესია აკეთებდა პრაქტიკულად იმას, რასაც გრიგოლ პალამა მერე აპოლოგეტად გამოუჩნდა და დამცველად გამოუჩნდა. ამიტომაც მისი ხსენება დადგინდა კონკრეტულად აი ამ კვირას, რომ ჩვენ მართლმადიდებლობის ზეიმის შემდგომ ვიცოდეთ, რაზე არის საუბარი, რატომ მარხულობთ, რატომ ლოცულობთ და საერთოდ რატომ არის საჭირო ესა თუ ის ღვაწლი ადამიანისთვის. რას ნიშნავს ეს აპოლოგეტიკა? გრიგოლ თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, მინდა გითხრათ, ძალიან განათლებული იყო, სამეფო კარზე მუშაობდა, მამამისი იმპერატორის შემდგომ პირველი კაცი იყო, შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ იმდენად უყვარდა ლოცვაო, ასეთი რამ წერია, რომ ხანდახან ეს იმპერატორი რაღაცას რო ლაპარაკობდა, გრიგოლ პალამას მამა მიუტრიალდებოდა და უკაცრავად რა თქიო მეორე დამეორებინებდაო და მხოლოდ მას პატიობდაო ამას იმპერატორი და ამბობდა, იმიტომ რომ ამას კიდევ თავისი სამყარო აქვს და ეპატიებოდა, ამიტომ შეიძლება თავიდან გაემეორებინა ის რაც თქვა იმპერატორმა, სადაც ყველა სულგანებული მისთვის უნდა ყოფილიყო მსმენელი. იმიტომ რომ ყველა მიცოდა, რომ ის იყო ლოცველი კაცი. ასეთივე გაიზარდა გრიგოლი, რომელსაც ძალიან დიდი შანსი ჰქონდა, რომ იმპერატორის კარზე მამამისის თანამდებობა კი არა, უფრო მეტიც დაეკავებინა, რადგანაც ნიჭითაც აღემატებოდა და განათლებითაც აღემატებოდა ის საკუთარ მამას. მაგრამ მას არ აკმაყოფილებდა ეს რაღაცა ამქვეყნიური და გადაწყვიტა, რომ თავი მიეძღვნა, სრულად მიეძღვნა თავი აი ამ ღვაწლისთვის, რომელსაც ქვია ისიხაზმი. ისიხაზმი გახლავთ ლოცვის ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენთვის ახლა ცოტა გაუგებარია შეიძლება და მე მიყვარს ხოლმე ამ მაგალითის მოტანა იოანეს სინელი, როდესაც ამბობს, რომ თუ ადამიანს არასდროს არ უჭამია თაფლი, ვერაფრით ვერ აუხსნი როგორია თაფლის გემი. კი მოუყვები, რომ ბლანტია და ტკბილია და არომატულია და ესეთი სასარგებლოა და გემრიელია, მაგრამ წარმოდგენა შეექმნება მას რა არის თაფლი, მაგრამ ზუსტად ხომ ვერ გაიგებს რა არის თაფლი, თუ არასდროს არ უნახავს და არ უჭამს. სწორედ ასეთი მდგომარეობა გახლავთ ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა გარკვეული ისეთი სიმაღლე, რომლებსაც ვერ მონაზვნობა აღწევს ხოლმე. ყველა კივე ვერ მონაზვნობაშიც კი ვერ აღწევს ამას ყველა, მაგრამ აღწევენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად მიუძღვნიან თავს თავიანთ ლოცვას. ეს ისიხასტური მოძრაობა სულ იყო, ამიტომაც გითხარით, რომ ეკლესია თქვენ არ გეგონოთ, რომ ამის გარეშე ოდესმე არსებობდა. ძველად თქმაშიც კი გვაქვს ჩვენ ამისი მაგალითები. ნახეთ რა წერია ელია წინასწარმეტყველი.
რომელმაც დაიწყო ლოცვა, ძველი აღთქმის ისტორიას გიყვებით და როგორ ლოცულობს. ჩაიმუხლა, თავი მუხლებში ჩარგო, ხელები თავის მუხლებს შემოაჭდო და დაიწყო ლოცვა. ეს გახლავთ ისიხასტების ფიზიკური მდგომარეობა, როდესაც ისინი ლოცულობენ და იწყებენ გამუდმებულ ლოცვას. გამუდმებულ მოუკლებელ ლოცვას, ოღონდ ჩვენ ლოცვაში ის არ აგვერიოს, ეხლა ჩვენ რო ვაკეთებთ ხოლმე დილას აღამოს ტექსტს რო გითხულობთ. არა, ის ლოცვა სხვა ლოცვა არის. ჩვენს გონებას აქვს უნიკალური თვისება. მაგალითად, შეუძლია იმოგზაუროს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ მომენტში, სადღაცაც მათ შორის ძილშიც კი. რას გულისხმობთ ახლა ამაში? იცით რომ ჩვენს გონებას აქვს საშუალება, თუ ვინმე აქედან ხლა ყოფილხართ, მაგალითად პარიზში, რო გეტყვით ქალაქ პარიზს, დაიწყება თქვენი გონების რაღაც გახსენება, სადაც იყავით იმ ქალაქში. ხო მართალია? და ეხლავე ამ წუთას შეიძლება დაიწყოთ იქ მოგზაურობა. ანუ ჩვენს გონებას გარეთ გასვლა შეუძლია. ეხლა ნახეთ, გონებას გარეთ გასვლა თუ შეუძლია, იგივენაირად მას შიგნით შემოსვლაც შეუძლია. და სწორედ ეს შიგნით შემოსვლა არის ისიხასტური ლოცვა. სწორედ ეს არის, როდესაც ჩვენ ლოცვას იწყებ და მაშინ გაგახსენდება აბსოლუტურად ყველა სახლისეული პრობლემა, ყველა სამსახურებრივი პრობლემა, ყველა პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ესე იგი მსოფლიოს აქვს თუ შენს ქვეყანას თუ პირადად შენ, აი მაშინ რომ გაგახსენდება, ეს არის რომ შენი გონება გარეგარეთ დარბის და არ გაქვს ამისი ძალაუფლება რომ შიგნით შემოახედო. მაგრამ სწორედ ეს არის გონივრული ლოცვა, ისიხასტური ერთგომარეობა, როდესაც შენ ცდილობ რომ ეს ყველაფერი ჩამოაშორო შენს გონებას, შიგნით შემოიყვანო და ღმერთი დაინახოს ადამიანმა საკუთარ თავში, იმიტომ რომ შენ სულიწმინდის ჭურჭელი ხარ და სულიწმინდა შენში მყოფობს, ეკლესიურო ადამიანო ეს ასე უნდა იყოს. და თუ კი ამას მიაღწევს ადამიანი რომ შემოიყვანს თავის გონებას თავის თავში, ეს ლოცვა ისე გატკბილდება მისთვის, რომ ძალიან ენანება თითოეული წუთი და წამი, რომელსაც ესეთი ისიხასტი კარგავს მერე, რომ გამოდის და ადამიანებს რაღაცა თავის გამოცდილებას უხსნის, რჩევა დარიგებას აძლევს, ესაუბრება, ვალდებულებად მიაჩნია ეს, რომ მოდიან ადამიანები მასთან და დაეხმაროს ამ ადამიანებს. თუმცა კი ერთი სული აქვს, კვლავ შევიდეს, ჩაიკეტოს ისევ ამ თავის სამყაროში, სადაც ის შეძლებს, რომ საფრთხო ნათელი იხილოს. ეს გახლავთ უკმნელი ნათელი, რომლის შესახებაც ხადაგებდა გრიგოლ პალამა, რომლის შესახებაც მას ძალიან დიდი დაპირისპირება ჰქონდა, რომ რაღაცა ხიბლში ხო არ იყვნენ ის და ის ბერები, ვინც მასთან ერთად მოღვაწეობდნენ და ამის გამო ეს დაპირისპირება იმდენად დიდი იყო, რომ საეკლესიო კრებაც კი გაიმართა და გრიგოლ პალამას იქ დასჭირდა თავისი სიტყვის წარმოთქმა, რომ გაემართლებინა, რომ ეს არის უკმნელი ნათელის ხილვა. ქმნილი ნათელი ხო იცით რაც არის, აი მზე რო ანათებს ქმნილია. შუქს რო აანთებ, ქმნილი ადამიანის ხელით გაკეთებული ნატურაა და ქმნილია ის, მაგრამ ის გახლავთ ისეთი საფრთხო ენერგია, რომელიც ადამიანში ესეთ სინათლეს იწვევს. მე მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ეს ლოცვა არის, რომ ესეთ ენერგიას იწვევს. თქვენ ასე განათებული ადამიანი, სხვა დღესაც შეყვარებულები ადამიანები არ გინახავთ როგორ ანათებენ? როგორ ფიქრობთ, რატო? იმიტომ რომ ამ სიყვარულის გარდა არაფერი არ ახსოვთ, ერთმანეთი რო უყვართ და ერთად თუ არის ხელჩაკიდებულები, მე გეტყვით პირდაპირ რომ ანათებენ. და ნამდვილი მლოცველი გინახავთ როგორ ანათებს. შეიძლება მეტროში შეგვხვდეს და შეიძლება ავტობუსში, რაღაცა შეიძლება თავის სადღაცას მაღლა კონდეს, რომ დაინახო რომ რაღაცა სინათლე გამოდის მისგან. აი ეს გახლავთ ის ნათელი, რომელი ნათელიც ადამიანის მიერ ქმნილი კი არ არის, ან ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის, არამედ რეალურია და არსებულია, იმიტომ რომ ღმერთია თვითონ არსებული და ღმერთი ამ ნათელს მისცემს მას, ვინც ამას ითხოვს. ეს გახლავთ სწორედ ლოცვითი მდგომარეობა. ეს გახლავთ სწორედ ის ისიხასტური მდგომარეობა, რომელსაც აღწევენ ადამიანები განსაკუთრებული ღვაწლის გამო. მაგრამ რითი იწყება ეს ღვაწლი? სანამ გეტყვით, რითი იწყება, მე უნდა გითხრათ ერთი რამ, ჩვენი პრობლემა. ზოგადად თანამედროვე ეკლესიის გულისხმობ მრევლის და მღვდლის პრობლემა რაც არის. იცით რა არის ჩვენი პრობლემა?
ჩვენ რომ მოვედით ეკლესიაში და მოდი ასე დავარქვათ, ჩავირიცხეთ პირველ კლასში, მეორე კლასში გადასვლას ავდეთ. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწევ. და ხშირად თამაში მღვდელი გვიწყობს ხელს. იმიტომ რომ არც მას არ აწყობს მეორე კლასში გადასვლა. იმიტომ რომ თქვენ რომ მეორე კლასში გადახვიდეთ, მერე ჩემგან მეტი მოთხოვნები გაგიჩნდება და მეც ახლა მეტი მომზადება დამჭირდება. და საერთოდ მესამეში თუ გადახვედით, შეიძლება თქვათ რომ ახლა გაცრავად რა, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის შესაბამისი წყარო, რომელთანაც შევძლებთ. ეხლა ხო წარმოგიდგენიათ ახლა უნივერსიტეტის სტუდენტი თქვათ რომ დასვა პირველ კლასელებთან ერთად და ორს მივუმატოთ 2 ესასწავლებელი. ის ხომ იქ არ გაჩერდება, ითქვის რომ აქ რა მინდა. მე უნდა წავიდე და ის შესაბამისი პიროვნება ვნახო, ვინც აი ამ ჩემს განათლებას ეხლა სწორ მიმართულებას მისცემს და თანაფარდი იქნება მისი სწავლება ჩემს გონებასთან. და არა ის რომ ეხლა აიას კითხვა დამაწყებინოს ესე თითის დადებით წინადადებების კითხვა. ამიტომაც ჩვენი პრობლემა ეს არის არ ვცდილობთ მეორე კლასში გადასვლას. არ ვცდილობთ იმას რომ ეს ისიხასტური მოძრაობა გონია რომ აი იქ უნდა იყოს მხოლოდ კაცო ჩვენ ეგ არ გვეხება. მაგრამ შენ მცირედი მაინც თუ გიცდია რომ რაღაცას მოგეხელთებინა, სადღაცას მოგეპოვებინა ეს უქმნელი ნათელი, რომელიც შენში ისეთ ბედნიერებას ეს უქმნელი ნათელი სინათლესთან მოასოცირდება თქვენთვის. მზის სინათლესთან და ნატურის სინათლესთან ასოცირდება. უნდა ასოცირდებოდეს იმ რაღაცა ბედნიერ შეგრძნებასთან, როდესაც თქვენ ღმერთი იგრძენით. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, აქ არ იდგებოდით დღეს. ერთხელ იყო ეს თუ მრავალჯერ იყო თქვენ ცხოვრებაში, ღმერთმა მოგცათ ეს მადლი უშურველად, მაგრამ ეხლა უკვე მეორე კლასში რომ უნდა გადახვიდე, ეს მადლი უნდა შენ შრომით მოიპოვო, ესე არ არის. ეს არ არის ესე დაწყობილი სადმე მიხვალ აიღებ და ან ხეზე რომ მიხვალ მოწყებ და შენი. არა. ამის მოსაპოვებლად სწორედ ღვაწლი არის საჭირო. და ამ ღვაწლისთვის, აი დასაწყისი რაც უნდა იყოს ამ ღვაწლისა, უნდა გითხრათ პირველი სიტყვა რაც არის. ადამიანი რომელიც ლოცულობს, იცოდეთ ერთი რამ. ეფრემი ამბობს ამას, აი თანამედროვე, ისევ თანამედროვე მამა გახლავთ, სრულიად ახალ გარდაცვლილი, რომელიც აი ესეთი ღვაწლს იყო მიცემული მთელი ცხოვრება და ის ამბობს ესეთ რჩევად არიგებას. რა არისო ნაყოფი ლოცვისა, ნამდვილი ლოცვის ნაყოფი. და იცით რა არის ეს? ის რომ სხვა ადამიანებს ხედავ როგორც ანგელოზებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შენს ლოცვას ლოცვა არ გქონია. მაშინ შენს ლოცვას უბრალოდ ტექსტის კითხვა, კარგი გამართული ტექსტის კითხვით რომ დავალებას მოგცემს ხოლმე მასწავლებელიდან. შენც რომ ჩააბურბულები პირველ კლასებში რომ იყავი, აი იმ პირველ კლასშია ეს ისევ ადამიანი. ანუ ნამდვილი ნაყოფი ლოცვის არის ის, რომ შენ სხვა ადამიანებში ანგელოზებს ხედავ. ანგელოზებს თუ არ ხედავ, ყოველ შემთხვევაში იმდენს მაინც ხედავ რომ არ განიკითხო. იმდენს მაინც ხედავ რომ ვისი განკითხვის სრული უფლებაც გაქვს, არის ერთადერთი ადამიანი. ეს ადამიანი არის ის, ვისაც სარკეში ხედავ. აი მას შეგიძლია მიმართო უშვერი სიტყვებითაც, მას შეგიძლია მიმართო ყველანაირი უკანასკნელი სიტყვებითაც, იმიტომ რომ ამ ყოველივეს ღირსია ის და თუ ასე არ არის, კარგად უნდა ჩაიხედოთ თქვენს გულში ეს თქვენი მორბენალი გონება. უნდა შიგნით შემოატრიალოთ და დაანახოთ საკუთარი თავი კარგად, რომ როგორ შეგშურდა, როგორ დაიბოღმე, როგორ სხვისი მოგინდა რაღაცა, არა აქვს მნიშვნელობა ნივთი თუ ადამიანი, როგორ გალანძღე გულში თუ როგორ რაღაცა უბედურება უსურვე. ამ ყველაფრის დამნახავი საკუთარი თავისა, არავითარ შემთხვევაში სხვაზე არ ილაპარაკე. ანუ ნამდვილი პირველი ღვაწლის დასაწყისი არის ის და ამით შეგიძლია ამოიცნო საკუთარი თავი, რომ ნამდვილად ლოცულობ თუ არა, რომ სხვა ადამიანებს როგორ უყურებ. ზემოდან უყურებ კვლავ რომ მე ახლა ეკლესიაში დავდივარ და შენ მინახარ, ან მე ისეთი ქველმოქმედება ჩავიდინე და ახლა იმას რა გაუკეთებია და ტაძარი ავაშენე თუ რა მნიშვნელობა აქვს გაჭირვებულს დავეხმარე თუ ეს ვქენი თუ ის ვქენი და ამის გამო ოდნავ მაინც თავი ვინმეზე უკეთესი გგონია, წყალშია ჩაყრილი ყველაფერი. ჯობდა არ წაგეკითხა არც ერთი ლოცვა.
და უბრალოდ გეფიქრა ღმერთზე. და კიდევ რა არის ლოცვა? მოუკლებელი ლოცვა რა არის, იცით? შეუძლებელია ადამიანმა ხა ჩვენს მდგომარეობაში მოუკლებელად ილოცოს, იმიტომ რომ შეიძლება გონება გაგირბა ან სამსახურში ხარ, არ ვარ ბერები და მონაზვნები და კელიაში არ ცხოვრობ. სამსახურში ხარ თუ რაღაცა ურთიერთობაში ხარ ადამიანი. მაგრამ როდესაც შენი გონება არ შორდება ქრისტეს, როდესაც არანაირი ნაპრალი არ ჩდება შენს გონებასა და ქრისტეს შორის, ეს გახლავს სწორედ ამ ისიხაზმის გამოვლინება. ანუ შენი მოღვაწეობის გამოვლინება სწორედ ეს გახლავთ, იმიტომ რომ როგორც კი ნაპრალი გაჩნდება, ქრისტე მიგავიწყდება, მაშინვე გაჩნდება ახალი რაღაცა, რომელიც იქ ადგილს დაიკავებს შენს გონებასა და ქრისტეს შორის. ამ ადგილს დაიკავებს ან რაღაცა საზრუნავი, საოჯახო იქნება, სამსახურებრივი, საერთაშორისო, არა აქვს მნიშვნელობა. ამ საზრუნავით გაჩნდები შეპყრობილი და ქრისტე მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. მაგრამ როგორც კი შენი გონება შეერთებულია ქრისტესთან, არაფრით არ შორდები მას, გამუდმებულად შეგიძლია რომ მისი სახელის მოხმობით რაღაცნაირად აკონტროლო შენი გონებრივი მდგომარეობა, მაშინ ყველა საზრუნავი ანა მოგშორდება. საზრუნავად დარჩება. უბრალოდ ეს არ იქნება თქვენთვის პირველხარისხოვანი. ამაზე არ გადაეგება თქვენი ცხოვრება და თქვენი ცხოვრება უაზრო არ გახდება. აზრს შეიძენს ყველაფერი და ყველაფერს აზრს შეძენთ, იმიტომ რომ შეიძლება გექნებათ რომ ქრისტესთან ერთად იცხოვროთ, ქრისტე იქნება თქვენში და თქვენ ქრისტეში. ამინ. ერთმა შეგვაძლებინოს, ადვილი კი არ არის ეს. ღვაწლია საჭირო, შრომაა საჭირო და რაც არის თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი საცდური დამღუპველი, ეს არის ჩვენი სიზარმაცე. ჩვენი სიზარმაცის გამო, რომ ხვალ გავაკეთებ, რომ ზეგ გავაკეთებ, აი ამ გადადების გამო ხდება ყველაფერი ის, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ ვიწყებთ ამ ღვაწლს და დროა გადავიდეთ მეორე კლასში. ამისთვის არის ეს მართვა მოცემული. ამისთვის არის ეს ღვაწლის დღეები მოცემული, რომ გადავიდეთ შემდეგ კლასში, ავიდგათ ფეხი და ვისწავლოთ ცოტაოდენი მაინც იმ დიდი მამებისგან, რომლებმაც ესეთი მემკვიდრეობა დააგვიტოვეს იესოს ლოცვისა. მათი მიბაძვით, თუნდაც ცოტ-ცოტად დაწყებით, შეუერთდეთ ჩვენი გონება ქრისტეს და არავითარი ნაპრალი და ბზარი აღარ იყოს, რომ ადგილი არ დაიკავოს სხვა ამ ქვეყნიურმა რაღაცა ზრუნველობამ და ჩვენი ერთადერთი საზრუნავი იყოს ჩვენი გონება ქრისტესთან და ქრისტე ჩვენში. ამინ.